სუშის ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს, მე კი გთავაზობთ ოდნავ განსხვავებულს. რაოდენობებს დაგიწერთ აღწერაში. დაგჭირდება სუშის ბრინჯი, რომელიც უნდა გავრეცხოთ კარგად, დავასხათ წყალი და გადავდგათ გვერდზე. სოუსისთვის დაგჭირდება ბრინჯის ძმარი, შაქარი, მარილი, გავხსნათ ერთად, შემოვდგათ გაზზე და როგორც კი წამოდუღდება, გადავდგათ გასაგრილებლად. ბრინჯს გამოვიცვალოთ წყალი, დავასხათ ახალი, დავდგათ და მოვხარშოთ. როგორც კი წყალს დაიშრობს, გადმოვდგათ, გადავიტანოთ სველ ხის დაფაზე, მოვასხათ მომზადებული სოუსი და გადავურიოთ ფრთხილად. ამასობაში ვამზადებთ ინგრედიენტებს, დავჭრათ კიტრი წვრილად, გავამზადოთ მატიკი, მე აი ასე ვამზადებ. ცხელ ტაფაზე გადავიტანოთ სეზამის მარცვლები და ოდნავ მოვხალოთ. ახლა კი დავიწყოთ სუშის აწყობა. ნორის გლუვს ზედაპირზე გავშალოთ ბრინჯი, მოვაყაროთ სეზამი და ამოვატრიალოთ. ყოველთვის ვიყენებ ხოლმე კრემ ყველს, მაგრამ დღეს გადავწყვიტე და გამოვიყენო სლობოდას მაიონეზი და ყველის სოუსი. მოვათავსოთ ასევე თინუსი, წვრილად დაჭრილი კიტრი და მჭიდროდ გადავახვიოთ. გაოცებული ვარ, ისეთი გემრიელი გამოვიდა, ვფიქრობ, რომ თქვენც აუცილებლად უნდათ სცადოთ. მეტი საინტერესო რეცეპტებისთვის კი გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი გვერდი.